საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. ირაკლი კობახიძემ პირისპირ შეხვედრა გამართა ყაზახ კოლეგასთან, მოგვიანებით კი კონსულტაციები გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას. მოამბე ასტანადან პრემიერის ვიზიტს შალვა სუმბაძე აშუქებს. ყაზახეთის დედაქალაქში ასტანაში ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტის დღე დასრულებულია. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს შორის, რომელზეც გაიმართა მსჯელობა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე და ურთიერთობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. აღინიშნა რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ბუნებრივია საუბარი შეეხებოდა იმ პროექტებს, რომელიც უკვე ხორციელდება და რომელიც შესაძლოა განხორციელდეს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს და ახალ საფეხურზე გადავიდეს. როგორც აღინიშნა მინისტრების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს ორ ქვეყანას, ჯერ კიდევ არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი იმისა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს. მაგალითისთვის სავაჭრო ბრუნვის ნაწილში გასულ წელს 2024 წელს 920 მილიონს აღემატებოდა სავაჭრო ბრუნვა და როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი კიდევ არსებობს. 200,000 ტურისტი იყო ასევე გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოში. ამ მიმართულებითაც როგორც ირკვევა, არსებობს გარკვეულწილად ფანჯარა, რომლის ათვისებაც შესაძლებელია მოხდეს და კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, რაც ბუნებრივია საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო შუადერეფანი, შუადერეფნის პოტენციალის გაზრდა. როგორც იცით, არსებობს მემორანდუმი საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის, რომელიც გულისხმობს იმ ლოჯისტიკური ხაზის განვითარებას, რომელმაც უფრო მეტი ტვირთი უნდა მოიზიდოს შუადერეფანში. მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რკინიგზის განვითარება და ამ მიმართულებით კონკრეტული ინვესტიციების განხორციელება. 62%-ით არის ბოლო პერიოდში ტვირთბრუნვა გაზრდილი შუადერეფანში და მინისტრები საუბრობდნენ იმაზე, რომ სწორი თანამშრომლობის და აქტიური თანამშრომლობის შემთხვევაში ბუნებრივია ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდაა შესაძლებელი. ყაზახეთთან ორხრივი თანამშრომლობის განვითარებას აქვს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი იმართება სწორედ ყაზახეთში. ჩვენ გვაქვს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ასევე ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენება, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღუდგენოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია. და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ნიშნავს, რომ ჩვენ სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალი სრულად არ გვაქვს ათვისებული ამ ქვეყანასთან. ამიტომ თითოეული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. დღესაც ჩვენ შეხვედრაზე დავფარეთ ფაქტიურად ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას. ორივე ქვეყნიდან ვაჭრობის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს და ამაზე პრემიერ-მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა საინვესტიციო მიმართულებით და მართლაც საქართველოში ყაზახეთიდან წლების განმავლობაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები. კოვიდის, ასე ვთქვათ, პერიოდის გათვალისწინებით და შემდგომში უკვე უკრაინის ომიდან გამომდინარე დერეფანი მზად დახვდა გაზრდილ ტვირთბრუნვას. უფრო მეტიც რეალურად იმ უახლოესი გეგმების განხორციელების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმეჯერ იზრდება გამტარობა, რაც ბუნებრივია. ბევრ სხვა პირობასთან ერთად და მათ შორის საგზაო უსაფრთხოება და ზოგადად თანმზდევი დადებითი, ასე ვთქვათ, სარგებელი, რაც ამას გააჩნია, ცალსახად მიუთითებს დერეფნის მიმზიდველობის. ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა აგროსასუსათო პროდუქტის მიმართულებით, როგორც აიმპორტის კუთხით, იმიტომ რომ არის აგრარული ქვეყანა. გარდა ამისა, თავისთავად ცხადია, რომ შესაძლებლობები მნიშვნელოვანია და ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს კიდევ უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია და ზუსტად ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრები. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მისმა კოლეგამ მთავრობის სასახლეში უმასპინძლა პირისპირ შეხვედრაზე
რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე, გამოითქვა მზაობა, რომ გაკეთდება ყველაფერი ორივე ქვეყნის მხრიდან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს, მათ შორის ამ დახურულ შეხვედრაზეც, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზეც საუბარი შეეხებოდა დაკავშირებადობას და ამ მიმართულებით ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შუადერეფნის საკითხი ამ შემთხვევაშიც იყო განხილვის მთავარი თემა და გამოითქვა მზაობა, რომ რაც საჭიროა, ასე ვთქვათ, გაკეთდება ყველაფერი, მათ შორის განხორციელდება ინვესტიციები იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მოხდეს შუადერეფნის სრული პოტენციალის ათვისება, რომლითაც ორივე ქვეყანა მიიღებს ბუნებრივია ეკონომიკურ სარგებელს. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნვას. გისურვებთ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ქვეყნებს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევას ყაზახეთ-საქართველოს პარტნიორობის გამტკიცების თვალსაზრისით. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ყაზახეთი და საქართველო იქცნენ არა მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებად, არამედ სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებადაც. საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ, როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპის და ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4,5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის 5 ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნის და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ. საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად აკავშირებთ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციებით. ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში. ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგროსასურსათო სექტორში. ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. შესაბამისად, გამოვხატავთ მზად ყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში. გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ქართული დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, არის ორდღიანი. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ უკვე ხვალ ირაკლი კობახიძეს პირადად უმასპინძლებს ყაზახეთის პრეზიდენტი, ასევე გაიმართება საუბარი დახურულ კარს მიღმა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ასევე გაიმართება გაფართოებულ ფორმატში მსჯელობა, რომელზეც ასევე ისაუბრებენ ეკონომიკურ საკითხებზე. ყაზახეთში პრემიერის ვიზიტის დეტალებზე შალვა სუმბაძე საუბრობდა.